მშვიდობა ყველას მეგობრებო, ძმებო, დებო, ახლობლებო, შორეულებო, ქართველო ხალხო. დღეს მინდა მართლა ძალიან ერთ სერიოზულ საკითხს შევეხო და შეიძლება ბევრი განზი გახდეს, ბევრს ვატკინო, მაგრამ როგორც ბიბლიაში წერია, უკეთესი არისო, русულად ისე, лучше горькая правда, чем сладкая ложь. უკეთესი არისო მწარე სიმართლე, ვიდრე ტკბილი ტყუილი. ეს სოლომონმა ბრძანა. აქ გვიწერია ბიბლიაში. ხო და ჩვენ ქართველებს, მეგრელებს გვიყვარს ეს პიმპილიანი საძვლები და მარტო პიმპილიანი კი არა, გასა სულიერი საზრდოს მივიღოთ პიმპილიანი. აბა რა გვაჭმევს ამე უგემო, უმარილო, პიმპილო. არ მინდა რომ ნასიად ჩამოვთვალო ერთი ის ხო არა ვარ ჩვენ, უპიმპილო, უმარილო. უკეთესი არის მწარე სიმართლე, ვიდრე ტკბილი ტყუილი. ხო და ამ ტკბილ მწარე სიმართლეზე მინდა დღეს ვლაპარაკი. მე კიდევ შეგახსენებთ მეგობრებო ერთ ამისანა იესოს და სულიწმინდის ფრაზას. შენ ამბობ რომ წავიკითხოთ. გამოცხადების წიგნში წერია ეს. ერთ ეკლესიას წერს. შენ ამბობ რომ ესა ვარ, ისა ვარ, მაგარი ვარ, ფანტასტიკა ვარ. აგერ მეს გამოცხადების მესამე თავის მე 17 მოხლი. არა. დავიწყოთ მე 14 მოხლიდან. ეს სპეციალურად ვაკეთებ. ის ზოგიერთ ბოროსული ვაღიზიანებ. კიტა ვიცი შენი საქმენი. სულიწმინდა წერს ერთ ეკლესიას, ერთ ხოცეს. შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. და ღმერთი ამბობს, ნეტავ ცივი იყო, ან ცხელი. წარმოიდგინეთ, ღმერთი ამბობს, შენო არც ცივი ხარო და ვის გიყვართ? თბილი ჩაი, თბილი კოფე. მე არ ვიცი, ან ცივი უნდა იყოს, ხო? ან ცხელი. რა გემოაქვს იმას ცხელს. ღმერთი ამბობს, შენ არც ცივი ხარ და არც ცხელი. და ღმერთი ამბობს, ნეტავ ცივი იყო, ან ცხელი. მაგრამ შემდეგ აგზელებს, მაგრამ რა კი ნელთბილი ხარ. ამას იცი როგორ ვიზახოდით ჩვენ? ამ ქვეყნად. სანამ მორწმუნე ვიქნებოდი, ასე ამისან ახალს ვამბობდით ნირიბანი მიასა. არც თევზი, არც ხორცი. ნი ვინო, ნი ვადა. არც ეცისა და არც მიწისა. რაღაცი. აჯანსანდალი. თუმცა გიყვარს ეს კაისადმელი აჯანსანდალი. მაგრამ სულიერი აჯანსანდალი არა. ღმერთი ამბობს, რა კი ნელთბილი ხარ. არც ცხელი ხარ და არც ცივი. აგერ წერია, არც ცივი ხარ და არც ცხელი. ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. ესე იგი, ქრისტესაგან განზე დარჩები იქით. ხო იცით, კაცი რომ უკაცრავად გული რო აერო და აგერ გამოიყო უკაცრავად. იესო თქვა, ამოგანთხევ და ჩემგან მოგიშორებ. განზე იქნები, ჩემში არ იქნები.
იესო ხომ თქვა, ვინც ჩემში დარჩება და აი ამ ნელ თბილებს ღმერთი ეუბნება, აფრთხილებს, ანცი ვიყავი, ანცხელი. მაგრამ რახან ვითომ მორწმუნე ხარ და რომ მორწმუნე არა ხარ, ამიტომ შენ თავსაც ვერ შეყოლ სათასასო პერიოდში. ხო და აი ამ საკითხზე მინდა დღეს ველაპარაკო ცოტა. გთხოვთ, თუ მე თქვენ ესა თავში აგივარდი და ვინა ეს ახალი გამოჩნდა ვიღაცა კიდე. მოლაპარაკე. შეიძლება ვიღაცამ თქვას, ამავე მოლაპარაკე ვიღაცა. შეიძლება ვიღაცას მოუწონო ვარ. ჩემისთანაც ვიღაცას უკვე ბრაზდება. და შეიძლება რაღაცას მესრს იქ. ტელევიზიაში. მაგრამ ასეა თუ ისეა, მე მაინც ვილაპარაკებ და მოდი მომისმინე. ან შეიძლება მოგბეზდა რაღაც ან კინოს ყურება, ფეხბურთის ყურება, დაღლილი ხარ და ნოვოსტების ყურებას პირობას გაზდები ჩემი მასვენა ჯებია. ნოვოსტებს არ უსმენს ყურე ნახევარ ტყუილია იქ. და დღეს იქნება ისეთი ლაპარაკი, რომელიც შევაზანზაროთ უნდა. ხო იცი, საზირკველი შევანჯღრიოთ უნდა. რელიგიის, ცრუ რელიგიის და თუ იგი საერთოდ მანქანას უშვებენ თუ რასაც აქ ყველაფერს სინჯავენ თავიდან. ანდა რაღაცას უკიდულობენ. თუ არ მუშაობდა უკანაბრუნებენ. მაგრამ უფრო მეტად ყველაფერი რასაც აკეთებენ, ის ტელევიზორი იქნება, მაგნიტოფონი იქნება, ლაპტოპ, კომპიუტერი იქნება, ყველაფერს ქარხანაში სინჯავენ. მუშაობს. დავაი. ჩანდოთ ყუთში, გავაგზავნოთ. აი ეს. არა ის უნდა არ ეწყინოს, თუ მას სინჯავენ. არც მე, არც თქვენ. ხო და იესომ ხო თქვა იგავი. ზოგიერთმა აშენაო სახლი, ერთმა კაცმა აშენაო სახლი ქვიშაზე. საძირკვლის გარეშე. ლამაზი მაგარი სახლი, ორსართულიანი. ოქროს ისინი კარფანჯრები. მოკლედ ყვავის ყველაფერი. და მეორე მაშინაო კაცმა სახლი კლდეზე. და შეიძლება ეს ვინც ქვიშაზე ააშენა დაბლობში პლაჟზე. გამოვა სახლიდან დაიბანს იჭუმბალავებს და ალბათ შესულელო რად გინდოდა სახლი კლდეზე. ვაი, ხო ის რაღაც მიაყოლებდა იქ, ვაი შენ პატრონს. რა გინდოდა იქ ჩამოდი ქვევი და იესო ამბობს, კაცმა ერთმა კლდეზე აიშენაო სახლი. და რაც და შეიცვალა ამინდი. ჭექა კუხილი. წვიმა, ქარი, ეტაკა, ორივე სახლს ერთნაირად ეტაკა ეს წინააღმდეგობა მოვიდა. ორივეზე ერთნაირად. და ეს ჩვენი უსაქმურა, ნასარქექია სახლი დაინგრა იქით. იმ ადამიანის, იმ კაცის სახლი, რომელიც ქვიშაზე იყო აშენებული, ეს იესო ამბობს ამას. იესოს იგავებია ეს. ჩემი არაა. დაინგრაო. და ვინც კლდეზე აშენა, ძრვას ვერ უყო. რატომ? საძირკველი ჰქონდა. კლდე. რას დააგლიერდა კლდეზის ქარი და წვიმა და წყალი. კლდეებით, განსაუკუნეებით. ის სახლი იდგა და ამისი ის ნაფოდის ვერ ნახეს. ყველაფერი წალიკა წყალმა იქით. და იესო ამბობს, ასე არისო, ვინც არ მკვიდრდებაო ჩემს მოზღრებაში, ჩემს სიტყვაში ვინც არჩება. ვისაც საძირკველი არ აქვს. აი, დღეს მინდა ცოტა ამ
საზირკვეზე ვილაპარაკო ჩემო მეგობრებო. თუ მომისმენთ და მომითმენთ. მეგობრები თქვენ მე უსაკვირი არ ვარ გას. შვილები მყავს, შვილები მყავს. ეხლა გეტყვით რომელი საათია ხამის. 4 ზუგლია 18 წუთი. მაგრამ ხელი დღეები ეს ბოლოხანი რაღაცა. მე საერთოდ ხო ისე ფეხბურთს ხო გავს ბალიშიგები. მე რეკას რაღაცა უყვარს. აი მეს სახარების ქრისტეს მოძღვრების ბალიშიგი ვარ. მე მიგავია უყვირი ვარ იქ. სულიერ სტადიონზე ვზივარ და უყვირი ჩემიანებს. დავაი შეიტანი გოლი, გავიმარჯვოთ. ეხლა რაც მინდა ვთქვა, ეს არის ქრისტეს მოძღვრებაზე. всё, ბევრი ვარ დავიწყოთ იგივე. რაღაცები მიტანიანები თუ როგორ არის მიტანიაები დავიწყოთ ჩვენი ლაპარაკი. და პირველად რასაც მე უსვადოდ დავიწყებ და მე ვიცი ცოტა ისა გაწერვა რეზინასავით. ეს ბავშვი ვიქე ჟუვაშკას წელა ხანესხან მაგრამ ეხლა ჩქარჩქარად ვიტყვი იმ ადგილებს რომელიც ამოვწერე. ეხლა ამდენი წუთის წინათ ეს პირველი არის იაკობის მესამე თავი. იაკობის მესამე თავის ქრისტიანებო ყოველი მიმდინარეობის მორწმუნეებო რასაც მე ვკითხულობ აქედან ვკითხულობ ღმერთს კეთილ ღმერთის წინაშე გეუბნები და აქედან ვკითხულობ დარწმუნებული ვარ რომ არ იქნებით ამის წინააღმდეგი. თუ ქრისტიანი ხარ არ ხარ მორწინააღმდეგე ხარ. თუ მუსულმანი ხარ შეიძლება იმას მოусმინოს. მაგრამ ქრისტიანებს არ უნდა ქონდეს წინააღმდეგობა სახარების როცა ვკითხულობ სახარებას. იაკობი ამბობს ჩემო ძმებო ყურადღება ძმებო ქადაგებლებო და ასე შემდეგ. ბევრი ნუ გახდებით მასწავლებლად. და ვიღაცა მეტყვის შენს გეხება ის 100%, 100%-ით მეც გეხება. იმიტომ რომ მე უფრო ისა ვარ. ვამოწმებ. სკოლაში ვისწავლე 100 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი. ამიტომ მე ვიცი რას ვაწერ ხელს. ჩემო ძმებო ბევრი ნუ გახდებით მასწავლებლად, იცოდეთ რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ. ვიზედ უფრო დიდს, ვინც შენ ასწავლი იმათ, ვინც არასორ მოძღვრებაში ჩაყავი და არასორ გზაზე დააყენე, იმაზე მეც მოგთხოვენო შენ. და აქ წერია ერთი სიტყვა, დიდი მსჯავრი. და მეგობრებო, იცით რა არის ღმერთის დიდი მსჯავრი? ისრაელისა რუსება მალანი პაკაჟიცა, ეს ღმერთის დიდი. ეხლა ყურე ღმერთის მუშტი წარმოიდგინეთ ეხლა. ანდა პატარა კაცის მუშტი რა არის? პატარა ბავშვის ხელი. რომ მოგატყანე პატარა ბუთქუნია ხელს რა ასე რომ მოგიქნევს. მაგრამ წარმოიდგინე ვიღაც შვარცნეგერმა რომ მოგიქნიას ხელი. დაგიდრიალებს თავს იქით უკან. 180 გრადუსით. რატომ? იმიტომ რომ ძალა და სად შვარცნეგერი და ვიღაც ბოქსერები კი არა გაზა. ღმერთის დიდი მსჯავრი რა იქნება. ეს მაგარი აპასე რაღაცა სწავლება. შეიძლება კაცმა იქადაგოს. აი ეს ასე აკეთებდა, ეს ისე აკეთებდა, ეს ასე ამბობდა. მაგრამ როცა შენ ამბობ და ხო იცით გზაზე რომ მიდიხარ იქ ტრაფარებია, აქ ჩქარე მოსახვევი არის, აქ ჩიხია, აქ კიდო ცალმხევი მოძრაობა, აქ ის არის ქარიჯვი როგორა დიდი ტრასები მიდის და ტრაფარეტებზე აწერია ყველაფერი და წარმოიდგინე ახლა ჩქარი მოსახვევი როა იქ რომ დამიწერო
ყველაფერი კარგად არის. დაუჭირე გაზ, პრიამოი გზა გაქვს, რომ დაუჭერ გაზა რომ შემხვდება ასეთი უცბად რესკი პავაროტი, ხო გავფრინდები იქით. იმიტომ რომ შენ ტრაფარეთს ვენდე. ამიტომ პასუხის მოითხოვება მე იმას, ვინც ეს არასწორი ტრაფარეთი ჩამოგდა და კაცი გადაუშვა იმაზავით. ხრამიდან. აი ასე მასწავლებლები და ვინც ამტკიცებს რომ აი ეს ასია და ვაი თუ ის ისე არ არის. მაშინ ღმერთი გეუბნება დიდ მსჯავრს მოგთხოვ. იმიტომ რომ შენ ხუპავ ხალხს, შენ არასწორ გზაზე აყენებ. ამიტომ გვახსოვდეს ეს, ვისაც ვიგავია სახარება და რაღაცას ვამტკიცებთ. იაკობიანო ძმებო, ნუ გახდებით მასწავლებლად, იცოდეთ რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ. და ერთი ადგილი კიდევ უცბად. კოლასელთა 3:16. კოლასელთა აგერ არის 3:16. აქცია ესეთი რაღაც. უფლის სიტყვა უხვა დამკვიდრდეს თქვენში ყოველი სიბრძნით. არგალის დიდი მოხრი არ გავაგზავნე. აქ ძალიან გასაგებად წერი ერთი რაღაცა. უფლის სიტყვა. სახარება. უხვად. ყველამიცით უხვად რა არის. ბევრი. უხვა დამკვიდრდესო თქვენში. რატომ ცოტა არ გვიყოფა? მოციქულო პავლე. იმიტომ რომ რაღაც სად ფშიერი ხარ და რაღაც ერთი ნაწილი პეჩენია მოხსეს. და სად დიდ სუფრაზე არის ყდება მაგიდა იმდენი დევს. რა გინდა იქ? საცივი, ჩახობილი, ხაჭაპურები, მე ქართულ სუფრაზე ვამბობ ახლა. შემწვარი გოჭი, ყველაფერი შაშლიკები, რა ვიცი, ხილი, რა იცი? ისი სჭიერი კაცი რას იზამს? მიუჯდება და კომბაინივით გადავაი ამაგიდას. და გაზღება. დაღმაყოფილდება. პავლე ამბობს, დაღმაყოფილდით, გაძეხით ღმერთის სიტყვით. და ეხლა ერთი რაღაცა მინდოდა კიდევ შეგახსენოთ, თქვენ ყველას დაგიკავებიათ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლის ბავშვები. რა ვიცი, ათესავები. პატარა ბავშვი არა. 1 თვის, 2 თვის, 3 თვის ბავშვი. თუჯი არ არის ეგ. ადაგიკავებიათ ხელში. პირველი რაც ხდება ეს არის რომ ძალიან სათუთი ვიღაცა გიკავიათ. გიშინი დაკავებს. რამე არ ვატკინოთ. მე ლამაზი ბუნჩულა და ყველაზე უფრო რაც კვეთრად. შენიშნა ეს არის მას ძისუნიასტის. აი ეს აზრი რომ ახსენდება რაღაც კეთილი შურის უყურება ბავშვს. იმ ბავშვს მის ფეხებს უკაცრავდა მის ტაკუნებს, მის თავს ყველგან ტანს ძისუნიადის ბავშვს. რატომ? 24 საათი სესვამს. დედის მკერდზეა გაზრდილი. ამდარ სესვამს და სესვამს ბოლო-ბოლო. ძისუნიადის. როცა კაცი მორწმუნე ადამიანი მოინანიებს, მას არ ჭირდება რაღაც შაშლიგები. მას ჭირდება რძე. როგორც პატარა ბავშვს უნდა თავისი. ახალი ახალს ამბობს, პავლე ამბობს, თქვენ ჯერ კიდევ რძე გჭირდებათო. ხოლო სხვანაირი საჭმელები ის სუყე და უკვე ძლიერი საჭმელები უკვე სხვა დონე არის. მაგრამ პავლე ამბობს, ბევრი ხრის მოწმუნეს თქვენო ხნითო მაგარ საჭმელს უნდა ჭამდეთო და
თქვენთვის ზიარის იყიდოს სასწრაფო. მაგრამ მე მინდა იმას გავუსვა ხაზი, რომ აქ პავლე წერს, ან და სულიწმინდა წერს, უფლის სიტყვა, უხვა დამკვიდრდეს თქვენში. იცი რატომ? თქვენ რამე ასეთი რაღაცა შეხვედრია და მაგალითად ფილმს უყურებენ და რაღაცას ან და ტელევიზორი ჩართულია ან რაღაც ტელეფონი. ტელევიზორი ხო ახლა იკარგება საერთოდ. ტელეფონზე არა. გაგიჟებული. ხო და როცა რაღაც მუსიკას მოусმენ ან და ქუჩაზე გადახარ და ვიღაცა ამღერებს იქ და თუ ჩაგივარდა მე იმას ამბობ ის გიტრია შეიძლება არ გინდა მაგრამ არ გინდა და მაინც იმას იტყვი არ გინდა და ის მელოდია მოგივა ის სიმღერა მოგივა ეს რომელიც 5 წუთი თუ 10 წუთის მოусმინე რაღაცას წარმოიდგინე როცა შენ ყოველთვის ღმერთის სიტყვა შენში უხვად იდრდება პატარა ბავშვი სვამამრცეს კითხულობ იესოს სიტყვები არ ჩოდება პავლეს სიტყვები სახარებ გეუბნებიან კაცო სხვა კიდე ჭამე არ მინდა აპასნია ბიზია აპასნი სხვა წიგნები უნდა მაგალითად ხო აქვს ხადაგებრივ თავიანთი წიგნები მაგრამ ის უნდა წაიკითხოს იმან ვინც უკვე ცოტა გაზრდილია იმიტომ რომ იმდენი ქრისტიანული წიგნები არსებობს რამდენიც ეკლესიები კრებულები მიმდინარეობები მაგრამ განაყოლა მართალია მაგალითად არსებობს ერთი საზომი სახაზარი ეხლა ეს სახაზარი წაიღე საქართველოში რუსეთში, ინგლისში, იტალიაში, საფრანგეთში, რა ვიცი, ყველგან სანტიმეტრია, მილიმეტრია, საზომი ერთეული ყველგან ერთია. აი ასე. იმიტომ რომ ერთია მარტო სწორი. და ეს საზომი ერთეული ჩვენი რომელი მიმდინარეობა, რა რწმენა, სადაური, როგორი, აი ეს არის საზომი ერთეული. შენ თუ ეს არიცი და სხვა წინ წაიკითხავ, მოგეწონება ეს შენ, მაგრამ ეთანხმება ამ სტანდარტს. ის გვიშენ. მოგლეთ. მოდით, ვემსგავსოთ იმ პატარა ბუნჩულია ბავშვებს, რომელსაც რძის უნიაზდით. ჩვენს უნდა გქონდეს ის. ვიღაცა რომ მოვა ჩვენთან, ვახ, რას სახარებას უნიაზდის კაცო ამ ძმას. რას სულ სახარებას ფიქრობს, სახარების სიტყვები, იესოს სიტყვებს ლაპარაკობს. ანდა ლაპარაკში არა ღმერთს ასე არ შეუქმნია ხმე. იესომ ასე არ უთქია, იესომ ასე თქვა. იცი რა არის? თურმე სახარებაში ასე წერია. პირველ ეკლესიაში ასე იქცეოდნენ. და სულ ერდა არ გამოდიხარ აქედან. აი ეს არის ჯანმრთელობა. ეს არის ის ნორმალური საზრკველი რო გაქვს. ღმერთის სიტყვა. ასე იმიტომ მივდივარ ცოტა მეშინია მეს იმისას თქვა მინდა. ოკეი. ამას წინათ მე საერთოდ ერთი თვის წინ გავხსენი YouTube კანალი რაღაცა წერ ჩემთვის. რაღაცა ასწავლის ბავშვებმა და დავიწყე მეც. იმიტომ რომ მორწმუნეებმა, ხუცესებმა, ამათმა, იმათმა მიდი, განსაკუთრებით ერთმა ხუცესმა არ ვიცი სახე და გვარზე ბათუმიდან არის, მიდიო და კინაღამ წამომცა სახელი. ხო და ის რომ დავშვიდებული იყო და იმას რომ არ გავეწვალეთ რომ ამისა რაღაცა დავიწყე და გავხსენი ისა YouTube-ის კანალი და მე მითხეს ადვილი არის ეს კაცო Facebook-ია და რამოდენიმე დღეს გუშინ წინ ჩავწერე
ერთი და არც ვიცი წესიერად კიდე რას ვაკეთებ ახლა, მაგრამ ისა ვარ. ახალი ვარ, ახალი. ახალი ვარ, მაგრამ შევიჩვენე ამ ჩაწერებზე მე გაჩვენებ თოისერს. ეს და ხანისგან მე რუსად ჩავურევ, ნუ გეშინიათ. არავის არ უგმენ. ამ წინათ რო ჩავწერე იქ, ერთი ადგილი ვთქვი მე ებრაელთა პირველითაის მეცხრე მოხლის. არ თქვა ხო, ისე იმას არ არა, ისე იმას არ ვამბობ. просто ერთ მოხდა მე გეტყვით რატომ. აქცერია შენ შეიყვარეს სიმართლე და შეიძულე ურჯულება. თუ უყვარვინე და გახსოვთ, აი ეს მოხლია ეს. ებრაელთა პირველი 9. იესოზე აქ ლაპარაკი. შენ შეიყვარეს სიმართლე და შეიძულე ურჯულება. ერთხელ მეგობრებო, ძმებო, საშინელი ცოდვა რაღაცა ამჭირდა, მაგრამ ერთი რაღაც უძურება, ცოდვა, რა ისი. ყოველი უძურება ცოდვა კაცო. ყოველი რაც არ არის სწორი, როგორც გინდა ისე აბრუნე. შეალამაზე ბაფთები გაუკეთე, მაინც ცოდვა ეს. ხოდა ერთ საკითხზე ლოცულობდი და ასე ლოცულობდი ღმერთო. შემაძულე ეს ცოდვა. შემაძულე ეს საკითხი. აი ეს პრობლემა ღმერთო, შემაძულე და შემაყვარეს სიმართლე. ასე ლოცულობდი. რა ვიცი, შეიძლება თვეების იყო. კარგა გვარიანი ხანა ლოცულობდი ეს. და არ ხედავთ არა ღმერთი ყოველთვის მისმენს პასუხობს და აი ამ საკითხში ლოცულობდა არაფერი არ იცვლება. და ერთ დღეს даже მახსოვს სადვიდექი მუხლებზე რამე ოთახში აი არ მახსოვს დღე და საათი, მაგრამ რაზდა ლოცვებში მესმის ხმა უფალი მეუბნება. შიგნით მესმის და ისე ყურებით. შინაგანში ახლა ვისაც გელაპარაკებათ უფალი და გესმით, გამიგებთ ალბათ. გულში გავიგე უფლის ხმა. მე ვიცი ჩემი ხმა როგორია. სინდისის ხმაც ვიცი როგორია. ხორცის ხმაც ვიცი როგორია. და ჩემი უფლის ხმა. მე ვიცი როგორია ჩემი უფალის ხმა. და გავიგონე უფლის ხმა. არასწორად ლოცულობა. ვა, ასე არასწორად ლოცულობა. საღარების ლოცულობა. შევწყვიტე ლოცვა და არ მიგე საღარება. და ნახე ევრიკა აღმოაჩინე. აქცერია შეიყვარეს სიმართლე და შეიძულე ურჯულება. და მივხვდი. ღმერთო, შესვალე ლოცვა. ღმერთო, შემაყვარეს სიმართლე და შემაძულე ურჯულება. სა. ამოშორდა ყველაფერი. რამე არასწორად პლუს მინუს შეგეშალოს. ტომი ჯერიზე მუტიკი რო გადაიღეს ის იქნება ისა. არაფერი. არ უნდა შეგეშალოს პლუს მინუსი. აქ თურმე არის შეიყვარეს სიმართლე. და ისი ხშირად ჩვენ გვინდა რომ ხალხს ვარჩუნოთ, ეს ცუდია, ცუდია. ურჯულება. ის ურჯულებას ხელს არ გაუშვებს. თუ მან სიმართლე არ შეიყვარა. ამიტომ მაგალითად, სხვაზე არ გადავა. მე რამდენად მიყვარს. ლაპარაკობ მათესიაში. მე რამდენად მიყვარს სიმართლე, ზუსტად იმდენად მძულს ურჯულება. არც მეტი და არც ნაკლები. ასევე შენც რამდენად გიყვარს უფალი, რამდენად პატივს სცემ ღმერთის სიტყვას, იმდენად შენ ავტომატიურად განზე გადიხარ
ხორისთვის არ არის ის ტალახი და ისა აქიმერგას ბალოტა წყლაპო და რაღაცები ის არ არის ისა გრეხი და ცოდვა არის ხორი არის დავისვარე კაცო სადაა ჩავებიჯე ფეხი ამისანაც ხორს აზეს არ მოუვა საერთოდ პირიქით იტყვის და ჩემი საყვარელი ტალახი და ჩაწვება იქ და განაბავს თვალებს რატომ უყვარს იმას ის მაგრად პირიქით იმაზე არა ხასიათზე როცა არ ხედავს ტალახს არადა სხვა კატა მაგალითად რა სუფთა სად ნახეთ თქვენ ისა ტყლაპოში მოგორავე კატა მე არ ვიცი თუ ნახეთ და ან ვიღაცამ ჩაგდო და ან და დაათრა ვიღაცამ შენ ადამიანო გიყვარს სიმართლე მაგრამ თუ არ გიყვარს და აქედან ხედავ მე თუ ვიღაცა ურჯულეებაში ჩემ თავსაც უყურებასე შენს გიყურებ მე ასე მე ამ სათვალით უყურებ შავი და იმიდი არა კარგავი გამადიდები უყურებ თუ კაც უყვარს ტყვილი ურჯულეება ცოდვაზე გაიცინებს რაზედაც იესო არ გაიცინებდა იმისანა გახმარებას გააკეთებს აი ისი თამაშობს ურჯულეებასთან შეიძლება ხელი კლავი არ გაუყაროს კლავი მაგრამ ისე ითამაშება არ ზულს მას არ ეწიწკება პირიქით ნერწყლაპავს და ამისანა კაც როგორ უნდა უთხრა შეიყვარე მაგრამ თუ კაცი შეიყვარებს სიმართლეს იმას აუცილებლად ავტომატურად მექანიკურად ისა თავის ბუნებით თვითნებურად შურს გახდება არა მე არ მინდა რატომ იმიტომ რომ სიმართლე შეიყვარა კარგი ესე იგი ხოლოდ ნამდვილ სიყვარულს შეუძლია სიძულველი სხვა გზა არ არსებობს არასწორია სიძულველი და შემდეგ სიყვარული პირიქით სწორი არის სიყვარული სიმართლის მიმართ და შემდეგ მხოლოდ სიძულველი ურჯულეების მიმართ აი ეს არის ჭეშმარიტება ეხლა მოდით მოვიყვანოთ მაგალითი იესოს ცხოვრებიდან იესოს ცხოვრებიდან მათეს მე-14 თავი კაი მათეს მე-14 თავი ორაწერია პირველი მუხლიდან ყურადღება ის არის ცხელია მოვიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისევები წიგნობრები ის თავკომბალეები ხო ისეთ ყველაფერი რო იციან და უთხრეს რატომ არ ღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემას აი ჩვენი წინაპრების მამა პაპის მეგრულად შინიერს ვაშინიერსის გადმოცემებს რატომ არ აკეთებთო შენი მოწაფეები რატომ არ ღვევენო ჩვენი უფროსების ჩვენი უხუცესებისა და უხდელების და ამათ და იმათ გადმოცემებს და მოიყვანეს რაღაც
უაზროის რაღაცა. ხელს არ იბანინა ჭამის წინ. და მოძებნეს ისა მიზის. და უყურებლა იესო რას უკეთებს. იესოს გარეშე კაი კაცი დაანები თავი ამაზე ამან დაგაბყოლაც შეგაზე დავაბანინებ კაცი დავაბანინებ დამშვიდით. ხვალ დაიბანენ ხელებს. ასე კი არ ვთქვია, ლამაზად კი არ მოუსტუმრებია, არქი კაცო რა თქინდა ახლა ამათთან ისა პრობლემები და მტრობა და შუღლი მინდა ამ წიგროებთან და ფარისევლებთან. იქ შვიდობის თეთრი ჩვენსახელზე არ შემოუგდია იგი იესოს. ურე რა უთხრა. თქვენ რატომ არ ღვევთ ღმერთის მცნებას? ღმერთის მცნებას. თქვენი გადმოცემების გამო. მე გავაგზავნე. ვინაიდან და მოუყვანე მაგალითი. ღმერთმა თქვა პატივისცემ შენ დედა და მამას და თქვენ ამბობთ არა კაცო დედა და მამას რო ეკუთვნის ის აქეთ მოგვიტანეთო ჩვენ. დედ მამას უნდა მიუტანოსო შვილებმა და შენო თქვენო ეუბნებითო ხალხს ღმერთს მოუტანეთ. რა ღმერთი მას ჭამზას უამს ღმერთს ამბობს, მაგრამ იქ ჭყალებში არის ჩვენ მოგვიტანე. ხშირი რამდენი ხანია უკვე. აგერ მითხულობთ თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას აქ ქართულად არ წერია, მაგრამ გაუგებრა წერია ცხვენი ღმერთს, ვითაც ჩემგან უნდა გესარგებლა. რუსულად და სხვა თარგმანებში ძალიან კარგად წერია. ესე იგი, რითაც ჩემგან უნდა ესარგებლა მშობლებს, იმას მაეძულებენ მივიტანო იქ მათთან. და იესომ თქვა, ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად თქვენს პატივს არ აცემინებთ მშობლებზე, ამ ხალხს. რაც მათ უნდა დედ მამას მშობლებს უნდა მისცენ, თქვენ ეუბნებით, ჩვენ მოგვეცით. ამითო იესომ თქვა, პატივს არ სცემთ თავის მამას და თავის დედას და ამრიგად თქვენ ეუბნებათ, გაუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემით. რომელი ღმერთის მცნება? პატივი ეცი შენს მამას და დედას. ამათმა კი უთხრეს. კაცო, ჩვენ მოგვიტანე აქეთ. იესომ თქვა, თქვენი გადმოცემების გამო ღმერთის მცნებას გაუწიეთო იქით. დამალეთო და აქეთ მოიტანეთო რაღაც თქვენი მონაჩმახი მოგონილი რაღაცა. ოღონდ როგორი იყო იესო? არავის უკან არ იხევდა. სადაც სამართალი იყო იქ ლაპარაკობდა. იესო საერთოდ ძალიან იმათ იყო მეგობრულად იყო ცოდილებთან. მათთან ერთად იჯდა. ცოდილებთან ჭამდა. ბრუშებთან იჯდა. პიანიცებთან იჯდა. ელაპარაკებდა სასופელებს და იესოს დაარქვეს ისა კლიჩკა მისცეს. სახელი, ზედმეტ სახელი. ცოდვილთა და მებაჟეთა მეგობარი. ძმაკაცი. ბონჟევის ძმაკაცი. ასე იძახდნენ. ისე რატომ? იესოს ყველა უყვარდა. იესოს ის ფარისევლებიც უყვარდა, ვისაც 7 ვაი მიუგზავნა, მაგრამ ვერ მიხვდნენ. როცა შვილს ჯი, ისე სიყვარულია. როცა ეფერები, ისე სიყვარულია. მაგრამ შვილებს ხო ასე არ უყურებენ ისე, თუ მაეფერე და აკოცე უყვარ. გიყვარს თუ არა და არ გიყვარს. ხო და ესენი უფრო ისინი იყვნენ ინდაურებივით. გაამაყებულები. ხო იმასთან კი იჯდა იესო, ეს გველაპარაკება იესოს ხასიათზე და ასეთები არ იყვნენ ისინი. ისინი არ სკარდურულობდნენ მათთან დაჯდომას. ხელი ჩამორთმევა კი არა, გავლა კიდო ცოდვა იყო მათთვის. ასე რომ იესო უთხრა მათ, კარგად თქვაო, თვალთმაგსნო, იესოს ქადაგება ეს, თვალთმაგსნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენ შესახებ, როცა ამბობდა, ეს ხალხი ბაგეებით
ცემს პატივს ბაგეთი ჰალილუია ღმერთო მიყვარხარ დიდება შენ და ოსანა თუმცა ის კიდევ არ უნდათ იმათ მაგრამ მივაბრაგოთ ეს შეიძლება კაცმა თურმე ბაგეებით ღმერთი ამბობს ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით მათი გული კი შორსა ჩემგან წარმოგიდგენთ ბაგე არადა გული ბაგიდან უნდა ლაპარაკობდეს ბაგე გულიდან უნდა ლაპარაკობდეს და არადა გული სადღაც იქით არის აქეთ და პირი აქეთ ერთ ხარეზეა გული პირით კი ყოველწლიურად ყველა ასეთების ჩვენ წყაფილ ვართ გვინახია და მოგვისმინია კიდევაც სხვისგანაც ღმერთი ამბობს ამაოდ მეკცევიან მოწიწებით გესმება სიტყვა მოწიწება წყნარა მოწიწებით მაიქეც ის არქნა იმას არ შეეხო ასე არ გადაიწერო ასე უნდა ანდა იქ ფეხი და კი რაღაც დაგაწყებინე ჰაერში სიარულს ამაოდ მეკცევიან მოწიწებით რა კი მოძღვრებებს სწავლებები ჩემ ამ ქადაგებას ქვია ქადაგება დაარქვი და თუ გინდა ისა რას გინდა ეს დაარქვი ლაპარაკს ქვია ქრისტეს მოძღვრება ამწაგებ მოიწმინე შენ რამდენი გიყურებია მრავალსერიანი ფილმები შტირლიცი არ თაყურები იმას კი უყურე და ხმენზე თუ გაინტერესებს კარგ რაღაცებს მოისმენ ხურდები ახლა ამაოდ მეკცევიან მოწიწებით რა კი მოძღვრებებს ადამიანთა განკარგულებებს ასწავლიან ისე რა შეიძლება ვთქვა ახლა მეგრულად ქართულად ქუჩურად ეს არ ვთქვი იესოს მაგრამ მე ასე ვიტყოდი შუბლზე მიიკარი შენი მოწიწება და შენი ისა ღვთისმოსაობა ვითომ იესომ ლამაზად თქვა მე გრუბად ვამბობ იესომ თქვა ღმერთი ამბობს ამაოდ მეკცევიან მოწიწებით რა კი მოძღვრებებს ადამიანთა განკარგულებებს ასწავლიან ღმერთს არაფერს შეაჭირდება ეს კონდეს შენ და მე თუ ჩვენ ადამიანთა მოძღვრებებს და განკარგულებებს ვასწავლით ან გვასწავლიან მათ კონდეს მათ მიიგრან შუბლზე თავიანთი ადამიანთა სწავლება ჩვენ უნდა ვუთქვათ კაცო შენ გვასწავლე ქრისტეზე რას ლაპარაკობდა იესო და ასე შემდეგ მე ეუბნება ყოველი ნერგი ესე იგი პიროვნება ადამიანი ქადაგებელი ხდელი რას გინდა ის დაუძახე ყოველი ნერგი რომელიც ჩემმა ზეციურმა მამამ არ დარგო არ არისო ის ვინც დარგო დამგველი ძირფესვიანად ამოიხრება ანდა სწავლება ამოიხრეთ ძირფესვიანად ის სწავლება ის ადამიანთა მოძღვრება რომელიც ღმერთს არ დაუნერგია შეგიძლია თქვა ამინი ხო გინახია Facebook-ში მე მაგაზიანებს მაგრამ იყენებენ ყველაფერს რომ ადამიანს ამინი დააწერინონ ამინი ათქმევინონ შენს ოჯახში ახლა 7 დღეში მოვა რაღაც სასწაული კურთხევები ოღონდ ამინი დაწერეო და რაღაც იგონებენ სპეციალურად იესოსას სარგებლობს ხალხი რომ ამინი გამოვტყუოთ ასე არ ვლაპარაკობ მე შენ შეგიძლია თქვა ამინი რასაც ახლა მე ვამბობ იესო ხო თქვა ამაოდ მეკცევიან მოწიწებით რა კი მოძღვრებებს ადამიანთა განკარგულებებს ასწავლიან თქვენ გაუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემებით
და იესომ ყოველი ნერგი, ან ყოველი სწავლება, ყოველი მოძღვრება, რომელიც ჩემმა ზეციურმა მამამ არ დარგო და არ არის ეს მოძღვრება ღმერთისგან, ძირფესვიანად ამოიბრუნოს. ამინ. ევიტყვი ამიზა შენ არ ვიცი. იესოებნება მოეშვით მათ. დაანებეთო თქვა იესომ. არს უსვინო და არს გაყვეთ. მოეშვი ნიშნავს მოეშვი. ხო ეს კაცი რო ჩხუბებს რეგულარულად. კაცი მოეშვი მაგას. ანდა ბავშვი აზრს ალყავს იმაზე. ზაბორზე. მოეშვით იმ ზაბორს. მოეშვი ნიშნავს გამოდი აქეთ. დაანები იმას თავი. მოეშვით მათ. ვის მათ? და თამკომბალებს. ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლი. შეიძლება ვიღაცა რასაკაზე ეს ლაპარაკობ თავკომბალები და რაღაცები. თავკომბალებს ვეძახი მე იმათ მეგობრებო, ვისაც თავი აქვს გაბერილი და არა გული. ბევრი იციან ვითომ. და ხო ცოდნის გამო თავი ებერებათ. თავკომბალა ქვია, ვეძახი მე მას. მე მომნახე ეს ხალხი, ის ხალხი, რომელთაც წმენა არ აქვს. ქრისტეს მოძღვრება არ აქვს და ადამიანთა მოძღვრებით გატენილი აქვს ეს ბაგაჟი. იბერება კაცო ეს თავის. ხო და იესო ამბობს, მოეშვით მათ, ბრმები არიან. ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას მიყვება ორივენი. ჰოპლა, ორმოში აღმოჩნდებიანა. გთხოვთ, სანამ ვინმეს გაყვებით. გაყვებით შეიძლება შესაძლოა არ დადიხარ, მაგრამ სანამ ვინმეს მოусმენ. წესი რა შემოწმე. იმიტომ რომ საერთოდ რწმენა მოდის სმენისგან. ეს პავლეს უგულმოდგა. სახარებაში წერია სულისმიდან ჩაწერა. რწმენა მოდის სმენისგან. მაგრამ პავლე ამბობს, ხოლო რწმენა მოდის სმენისგან, სმენა ღმერთის სიტყვისგან. ესე იგი, როცა მე ღმერთის სიტყვას ვისმენ, მე სწორი რწმენა მოდის ჩემთან. და თუ შენ არასწორ სიტყვას ისმენ, შენ არასწორი რწმენა გიქნებოდა, ისი მე რა არის? ვერავინ ანგელოზის რომ მოვიდეს, შეიძლება ვერ გადაგაფიქრებინოს. შეიძლება იმ ცრუ რწმენა, იმიტომ რომ შენ მოისმინე. რწმენა მოდის სმენისგან. ბავშვებს უვატყუებდით. ო, ამონია, გუდიანი კაცი. ვაშინებდით იმ ბავშვს. არც გუდიანი კაცი იყო და არც ამონია იყო იქ. რამდენზე კაცი მეოთხე საფუძველზე მეოთხე ბინებში ამონიას. მაგრამ ვატყუებდით. აი ასე. და იმ ბავშვს ჯეროდა ჩვენი. ბავშვს ხო ჯერათ? და მე ის შეიძლება იდობაში გაყვეს უკან ის შიში. აი ასე. ვისაც უსმენ, რასაც ისმენ, ეს ტყუილია, მართალია, როგორ აფერია, რასაც ისმენ, თუ დაჭყიდე თვალები და გააღე პირი, აი, რასაც მოისმენ, იმას დაიჯერებ. მე თუ გინდა იყო იქნები კათოლიკი, თუ გინდა იქნები შაბათისტი, თუ გინდა იქნები პარასკევი და მართლმადიდებელი ვიღაცამ შეიძლება კრიშნაიდი გახდეს, თუ კრიშნაის მოусმინენ, ვიღაცა ბუდისტი გახდეს. ერთზე თქვეს, ისაო, ქრისტიანი იყო და მუსულმანობა მიიღო. მე ვუთხარი, არა. ის ქრისტიანი არ ყოფილა. მას ქრისტიანის ნაკლეი გაქონდა, რომელიც არ იყო ის ქრისტიანი. ქრისტიანი საერთოდ არ ცვლის. ქრისტიანის ნიშნავს ქრისტესი. და ის არ გაცვლის თავის მამას სხვა ვიღაცა ბუზაზე. ამიტომ არასწორია მაგ.
ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ გადახედე ყურადღებით მოусმინე რასაც ისმენ იმიტომ რომ ჩვენს გაგვივლია მეც მოუწამლულ ვართ მე ხოიცით მოწამლულს უკეთებენ ამოღებინება ამორეცხვა კაცი რომ გადარჩეს ერთი ამბავი ჭირდება იმას მოწამლულ კაცს რა ემართება აი ეს ემართებათ მერე იმათ კარგით ბეოხ და უყურეთ რა მაგრად ლაპარაკობს მარკოზი ყოჩარ ჩემო მარკოზმა სწორად რაღაც მაგრად ლაპარაკობს მარკოზი უყურე 7:05 ისე იგივე არის რატომ ჭამენო შენი მოწაფეები დაუბანელი ხელებით მანუხა კარგად წინასწარ მეტყოლებდა თქვენს გამო თქვენი თვალთვალსობის შესახებ თქვაო ესაია ეს ხალხი პატივს ცემს ბაგეებით მათი გულიკის ჩორსაა ჩემგან ამაოდ მიქცევიან მოწიწებით ასწავლიან რა მოძღვრებებს მოძღვრება კი არა მოძღვრებები რამდენის გინდა ადამიანთან ცნებებს ცნება ეს მაგრამ ღმერთის არ არის ჯერ გამოიკვლიე ეს ჩვენი მცნება იესომ ამინი გითხრა ამაზე ამ ცნებაზე სახარება რას ლაპარაკობს პავლეს წერილები ახალი აღთქმა რას ლაპარაკობს ამ თემაზე ამ საკითხზე შენის არ მითხრა როგორ გიხსნიან ის ასე იეჰოვას მოწმეებსაც უხსნიან რომ იესო ღმერთი არ არის ისე აუხსნეს რომ დააჯერეს შენს არ მითხრა მე ასე ამიხსნეს იგაკ იმიწებოთ და მიიწებონ იმათმა შენ არ სჭირდება კაცო მე მიყვირს კი რაღაცების საჭიროა ახსნა იმიტომ რომ წერია რომ ტაძარში კი არა კაცო იქ წერია ქრისტეს სხეულში ეკლესიაში ღმერთმა დააყენაო ზოგიერთი მოციქულებად წინასწარმეტყველებად მახარებლებად ხუსესებად და მასწავლებად აი ზოგიერთი ყველა არა ეს სხეულება ეს მადლს აძლევს ღმერთი ვიღაცას აი სწავლების ნიჭს აი გამოცხა ეხსნება იმ კაცს ახალსა უხსნის სულიწმინდა ყველას უხსნის სულიწმინდა მაგრამ ერთს განსაკუთრებული ნიჭი აქვს ამაში გრძნობს როგორც თევზი წყალში ამ სწავლებას ბურთი და მოედანივით გრძნობს თავს მაგრამ ლუკა ისა მარკოზი ამბობს ამაოდ მიქცევიან ვინაიდან ასწავლიან რა მოძღვრებებს ადამიანთან ცნებებს და იესო ეუბნება უთხრამად შეკითხვა დავუსვა განა კარგია რომ ღვთის მცნებას აუქმებთ ანულირებას უკეთებთ შლანგბაუმს უკეთებთ ღვთის მცნებას რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ ამის ხედავ რამეს ნაკომიე ნაცნობს ხედავ რამეს რათა ვიღაცამ თავისი ადამიანური ან და თავისი მიმდინარეობის თავისი რწმენის კულტის რაღაცა რომ დააყენოს ადგილი არ არის და ორიდან ერთი უნდა დარჩეს ან მისი მოგონილი ადან და გადმოცემული ვიღაცების წარსული და მოსული ან და ღმერთის სიტყვის და არადა მამა პაპა გადმოცემა თავისი რელიგია ასე ამბობს და რა იცი რა არ გეწყინოს და ასე უზიკაებენ ცოტა გაიწია ადგილი კიდე ცოტა და გავეტები წავიდა ღმერთის სიტყვა განზე
აგეთქვა იესო. განაკარგია ღვთისმცნება აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ. თქვენი გადმოცემით იესეუნება მათ, რომელიც გადაეცით. თქვენი მოწყობებიო. აუქმებთ ღმერთის სიტყვას და ბევრ რამეს აკეთებთ ამის მსგავს. ბევრს აკეთებდა უთხრა იესო. გატენილი გაქვთო. მაღაზა. ბაგაჟი გაქვთოს ქვეყნის. აი ამ ფინთიკლუშქებით. აი ამ ტყუილებით, გადმოცემებით. და უყურე რას ამბობს? უკვე მეორეჯერ ამბობს იესო. აუქმებთ ღვთის სიტყვას. იმიტომ რომ ღვთის სიტყვა რო არ გაუქმდეს, ამიტომ ამას ცნებები ადამიანური ცნებები უნდა წავიდეს უკან განზე. სცენიდან გავიდეს უნდა, მაგრამ უყურე ეს რელიგია, ეს ცნებები და ადამიანური გადმოცემები და ადამიანური მოძღვრებები სცენიდან გავყავთ და დააყენებინა იოგასა ერთად. ადამიანურ ცნებებზე ეს არის ეშმაკის ჯეკპოტი. როცა ამისანა ისაათ რუსებს იფიქრეს შეიძლება ვიღაცა რააკაცო სულ რუსულად, მაგრამ მე რუსებში ვირწმუნე, რუსებში გავიზარდე და რუსულ ბიბლიას ვკითხულობდი, იმიტომ რომ უფრო კარგად წერია იქ ვიდრე ქართულში. ქართულში ერთხელ წავიკითხე, პეტრემ რო უთხრა, სანამ ქათამი იყილებსო, სამჯერ ვარ მყოფა მე და ამისანა ბევრი იყო იქ. ამისანა პაგավոր კარტმად. Обманутые не подозревают, что они мотყუებული. Даже აზიარა რომ მოტყუებულია. მოტყუებულია სულ არ არის აზრზე რომ მოტყუებულია. იცინეს დგას უხარია. ამას გადაგდებულია უკვე. სატანამ გადააგდო უკვე. ხელში უკავია ფეიქი რაღაცა. ეხლა ერთია ეწუთი მათეს თქანა. მოდი მაშინ, დავაი. მოუხსნათ. ხო? ლიმონკა და გადავაგდოთ? არც ვიადისი ვიყავი და არც ვხედრელი ნუგეშინიათ. არც არასოდეს ყოფილ ვარ. ჯარში კიდევ არ ყოფილ ვარ. თუ დამიჯერებთ. იმიტომ რომ ავად ვიყავი და არ წამიყვანეს კომუნისტების დროს. ძალით ირგმები. არ მუშაობდა, მეორეც ჩერდებოდა და რო სამხედრო კომისარიატში რო გამსინჯეს, წადი ვიზიეთ სანამ ცოცხალი გასახში ემითხეს. ყოველთვის ამბავში ვიწექი 10 წლიდან მორფ და პრომილოზე დამაჯინეს ექიმებმა და რა გამოვიდოდი ახლა მე. ხო და ის იმიდან არ ვიყავი ჯარში. დამტოვეს, სწორედ ჯარიდან რა დაეტოვებინათ შვილები, ხალხი ერთი ახალი სენიორკას ფას მიხონდათ სამხედრო კომისარიატში. და როცა ვირწმუნე სვარენდა და მის გამარა ლაბარაკო. ისე წავიდა რაღაცა. როცა ვირწმუნე უფალი იესო. იმის შემდეგ ერთხელაც ღმერთი ამოწარე. ერთხელაც არც ამტკიებია, არც პრისტუპი. მე რას ყოველთვე პატარებისას ყოველკვირა. როცა დიდი გაქვთ ყოველთვე. სულ მორფი პრომიდონის 24 საათიანი ტკივილი. მადლობა ღმერთს, მე რო ვირწმუნე, მე ვიფიქრე, მადლობა ღმერთს, რომ თავის მოკლა და რაღაცა მის სიუციდის აზრები არ მომივიდა. მადლობა უფალს. იმიტომ რომ იმის სანატკივილები მქონდა. კედელიდან გავზრებოდი მეგონა. მაგრამ ხო ისიც ჩვენი უფალი გუშინ დღეს დაკვანისამდე იგივეა. ვირწმუნე იესო მოვიდანია და
Papu, წავიდა შენი ამტყობა. ექიმმა თქვა, უთქვია დედაჩემისთვის 5 წელში მოგდებაო. ხოდა ისა, ერთი ბავშვიც არ აყოლებაო. 5 ბავშვი მყავს. 4 შვილი. და ის ექიმი მალე წავიდა მე ამ ქვეყნიდან. ასე რომ იესო ყოველთვის გამარჯვებულია. против Бога нет приема. კარგით. მოხსნათ ლიმონკა და ვისროლოთ. მე ხალხთან ხუმრობას მეყვარს, არა ვთქვათ, მაგარი რელიგიურის. რაც ვარ ის ვარ. ძალიან სერიოზულების საცნეშინია მე. ეს არის მეორე იოანეს წერილი. სანამ რამეს ვისრი ყოველთვის ხუმრობ. ცოტას ისა კარგი მეორე იოანეს მე-9 მუხლი იოანეს პირველი წერილი ხო ისე მე მეორე წერილი და იმ მეორე წერილში მხოლოდ ერთი თავი არის და ამ ერთ თავში უყურეთ რა წერილია თქვენ ახლა პირველმა იცით მაგრამ ვინც არის ის წავიკითხია იმას წავაკითხოთ და ანდა მე სამას ვკითხულობდი 1988 წლიდან. იგავია ხელში ეს. მაგრამ რამოდენიმე წელია დავინახე, გამეხსნა უფალმა. გამეხსნა კი არა კაცო, რომ მე რო ყოფილიყავი, მანამდე გამეხსნებოდა, მაგრამ გამეხსნა უფალმა, მანახა, დავინახე. ამიფეთქდა თვალწინ ეს მუხლი და შემეშინდა. როგორ რა მე-9 მუხლი. მეორე მოციქული იოანეს მეორე წერილის მე-9 მუხლი. და ყურადღებით. მოусმინეთ. პატარა იესო მითარდება ტელეფონის. ყოველს ვინც შორდება და არ რჩება ქრისტეს მოზღვრებაში თუ გახსნილიგად ბიბლია წაიგეთ საშინელი სიტყვებია. ყოველს ვინც შორდება ცოტ-ცოტად. შორდება კი არა ისა. შორდება არის ეს პატარ-პატარად ხდება, შორდება. რატომ შორდები? სიმღერაც რო არის. შორდება. შეიძლება ზოგიერთი ჩქარა შორდება. ზოგიერთი ნელ-ნელა, ჩუმ-ჩუმად, უხილავად, შემოჩნევლად, მაგრამ შორდება. ყოველს ვინც შორდება და არ რჩება, ესე იგი, უნდა დარჩეს კაცი. Всё. ნინა ლევო, ნინა ბრავა. არც მაჯნივ, არც მარცხნივ, არც წინ, არც უკან. სადაც დაგარჩოს, იქ უნდა იყო. შტიგივით. რა არის? არ რჩება ქრისტეს მოზღვრებაში. იოანე ამბობს, მოციქული. მღვდელი კი არა და პატრიარქი და ანგელოზი. ეს არის იოანე მოციქული და ბოლო სულიწმინდი დაწერილი არის ეს ადგილი. იქ წერია. არ ყავს ღმერთი. ეს არის ცუნამი. ეს არის რა ისი? ატომი გასკდა. ატომი უნდა გასკდეს ჩვენში. ასე უშინე თუ ატომური ომი არ იქნეს და ეს დიდუ ქრისტეს მოზღვრებაში თუ არ დარჩი რამე დამემართება. დიდუ ქრისტეს მოზღვრებაში თუ არ აღმოჩნდი რა დამემართება. რა ვინც შორდება და არ რჩება ქრისტეს მოზღვრებაში გარკვეულად წერია არ ყავს ღმერთი. აწერ რაც კიდე იცი. მე მაქვს ქრისტეს მოზღვრება. ქრისტეს მოზღვრება სხვაგან არ არის. ქრისტეს მოზღვრება აქ არის, აქ. ქრისტეს მოზღვრება იყო? სხვებს შეწირვები რო იყო. ბატკნები, ცხრეები, თიგნები, ქათმები, ინდაურები, ხბოები იყო ქრისტეს მოზღვრება? არ იყო. ქრისტეს მოზღვრება
აქ ხედავ შენ სანთლებს, ხატებს, წმინდანების თაყვანისცემას. ეს ადამიანური მოზღვება კი შენ რელიგია გაქვს, შენ რწმენა გაქვს, შენ გაქვს ის რაც გაქვს, მაგრამ ის არის ქრისტეს მოზღვება. ის არის მოციქულთა მოზღვრება. რომელსაც მოციქულები წერიან, ისინი მოციქულთა მოზღვრებაში მკვიდრდებოდნენ. ეს არის, ეს ყველაფერი აქ არის. შენ იტყვი, იმ პირველ საუკუნე, მეორე საუკუნე, მე პირველ საუკუნეშიც იყვნენ ბუნტარები. პირველ საუკუნეშიც იყვნენ ისინი, პავლე ამბობს, ისინი ჩვენგან გავიდნენ, გლები, არევენ, გაიყოლიებენ სამწსოს. ესენი იყვნენ ის პირველ საუკუნე, ეგებოდა იმისი მოსწავლეა ვიღაცა, რა ვიცი კაცმეშე. სულ არმანერიულებს სატანას ისი რა წერია? ის ღებულობს სინათლის ანგელოზის სახეს, ბრწყინავს. ანგელოზად მოგეჩვენება. მაგრამ ანგელოზი არა ის არის სატანა. ხოდა რაც არ არის ქრისტეს მოზღვრებაში აპასნია ის. შენ თუ გინდა რაც გინდა ის გააკეთე ადამიანო. თუ გინდა ეშმაკს ეცი თაყვანი, ღმერთმა გაშოროს და თუ გინდა შენ თავს ეცი თაყვანი, შენი სწორად გააკეთე, ჩამოკიდე და თაყვანი ეცინას. რაც გინდა ის გააკეთე. გამოცხადების ბოლოში წერია, წმინდანი კვლავ წმინდანობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს, უწმინდური კვლავ უწმინდურობდეს, მოვა და ყველას თავის საცხაურს საქმევისამებრ მივაგებო. ამიტომ არ დაელოდო იმისა და რაღაცას ნახავთ, ღმერთმა ნუქნას, რომ ვინმე თქვას, რატომ მაშინ სერიოზულად არ მოკიდე ამ საქმეს ხელი, რატომ არ გამოვიკვლიე წმინდა წერილი, რატომ არ დავინტერესდი ღმერთი, რატომ იყო ეს მე-10 და მე-5 ხარისხოვანი და даже მეორე ხარისხოვანის არ შეიძლება ხმათი საკითხი იყოს. ეს უნდა იყოს პირველი, იმიტომ რომ იესომ თქვა, ვინც არ დაიბადება მაღლიდან, ვინც არ იშობა, ვერც კი იხილავს და ვერც კი შეყობს თავსი, ვერ შევა. ასე რომ მე ხა იმიტომ მე მგონი ბევრს გამომართლდა, რომ პატარა იე მიჩდება და კიდევ მქონდა რაღაცები, მაგრამ ალბათ 100-ია საჭირო. ესე ჩავთვალოთ ღმერთისაგან, დაუკვირდით, კარგად წაიკითხეთ. ყოველს ვინც შორდება და არ რჩება ქრისტეს მოზღვრებაში, არ ყავს ღმერთი. ეხლა შენ გამოიკვლიე ადამიანო, ქრისტეს მოზღვრებაში ხარ? თუ შენმა მოძღვარმა გითხრა ეს ქრისტეს მოზღვრება, თუ შენმა ხუცესმა გითხრა ეს ქრისტეს მოზღვრება, თუ შენმა შენი მიმდინარეობა ამტკიცებს, რომ ჩვენ ქრისტეს მოზღვრებაში ვართ. ეჰეი, გამოიღვიძე. აი, ესაა ქრისტეს მოზღვრება. ნინა ლევო, ნინა პრავა. არს მარჯნივ, არს მარცხნივ. იქ ფოკუსს კი არ აკეთებს, ფოკუსებს კი არ აკეთებს ვიღაცა. იწერია შორდება. ცოტ-ცოტა და მე ფაფო წავიდა. არა ხარ ქრისტეს მოზღვრებაში. შორდება და არ რჩება. ჩვენ ქრისტეს მოზღვრებაში და დავშე და გისურვებ, ჩემო მეგობარო, უკაცრავად რომ ალბათ მოგადაზრეთ აი, მაგრამ გთხოვ მიიწერე კი, სახარებაზე დაიწერე, კედელზე მიიწერე, ნაყოვე გაიკეთე ვარ გეტყვი, ქაღალდზე მიიწერე, რაღაცა გაიკეთე კაცო, მიინიშნე დიდი ასოებით, დაიწერე, რომ ყოველთვის ხედავდე, რომ ვინც შორდება და არ რჩება ქრისტეს მოზღვრებაში, მართლმადიდებელ მოზღვრებაში არა, კათოლიკურ მოზღვრებაში კი არა კაცო, არც ევანგელისტური, არც პროტესტანტული, არც რა ვიცი კიდე რა არის,
იეჰოვა მოწმეები საერთოდ ესენი დაკარგულები არიან, მე ადამიანები მიიყვარს პატივი, ეს მოზღვრება ჯოჯოხეთის ცეცხლით, ჯოჯოხეთიდან ასე ამოფეთქებული არის, ამოფეთქდა ეს მოზღვრება, ეს უწმინდური. ამაზე არ ლაპარაკობ, საერთოდ ლაპარაკობ თუნდაც იმაზე. ქრისტეს მოზღვრება შეხარ, ანდა უნდა ვკითხო, ვარ მე ქრისტეს მოზღვრებაში. თუ რომელიღაცა მიმდინარეობის მოზღვრებაში ვარ, მართლმადიდებლების მოზღვრებაში ვარ, კათოლიკების მოზღვრებაში ვარ, ევანგელისტურ მოზღვრებაში ვარ. სად ხარ შენ რა მოზღვრებაში ხარ შენ? ქრისტეს მოზღვრებაში თუ არა ხარ, ცუდადაა საქმე. აქ საშინელი სიტყვა მოკლება აქ წერია არ ყავს ღმერთი. უფალმა დაგვიფაროს ამისაგან. უფალმა გაკურთხოთ, დაგვოცოთ და იმედი მაქვს გაგზავნებასაც ჩავწერ, იმიტომ რომ ეხლა გაგიმართა პატარა იადანი იმთავრდა. აბა ჰაი, აბა ჰოდა უფალმა გაკურთხოთ. ღმერთმა მოდი ერთი წუთით მივოცე, უფალო იესო. შენ ხედავ უფალო. სად ვართ? როგორ დავითი ამბობს, შემამოწმე, რამე არასრულ გზაზე ხო არ დგევართ უფალო. გთხოვ, ჩვენმა გულმა დაიძახოს შენსკენ, ჭეშმარიტად, ღმერთო, შეგვამოწმებინი თავი, დაგვაინტერესე, თუ ნორმალურ რწმენაში ვდგევართ, თუ ნორმალურად ვდგევართ დიდებაშენ და აქედან არ დავიქანცოთ, არ მოვიცალოთ ფეხი ღმერთო, არ მოვშორდეთ ქრისტეს მოზღვრება, თუ არა ვართ ღმერთო, თუ შორს წავედით, თუ მარსიმ გავედით, თუ მარჯვნივ გავედით, თუ წინ, თუ უკან, დაგვაბრუნე და გვამყოფე ქრისტეს მოზღვრებაში, შენი საყვარელი მოზღვრებაში, უფალო იესო, შენი სული წმინდის მოზღვრებაში, გთხოვთ უფალო, დაგვეხმარე, იესო ნაზარეველის სახელით, ვინც არ არის ან არა ვართ, ზოგი შეიძლება საერთოდ არ არის, ზოგი შეიძლება შორს წავიდა, ზოგი ახლახან დაიწყო გადასვლა, ღმერთო, დაგვაბრუნე შენს მოზღვრებაში, რათა შენ იყო ჩვენთან და ჩვენ ვიყოთ შენში. იესო ნაზარეველის სახელით, ამინ. უფალმა გაკურთხოთ.